ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მონაწილე, საბრძოლო მოქმედებების დროს და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან კეცბაია. იგი შეიარაღებული კონფლიქტის დროს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23 ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და სამშობლოს წინაშე მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მეორე და მესამე ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ ბესარიონ მამუკელაშვილი, სპარტაკ მარხულია, ბადრი ბაღათურია, კობა მირზაშვილი, მალხაზ გაჩეჩილაძე. დაღუპულთა ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. დღეს ღირსშესანიშნავი დღეა, ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი მეგობრები გვიან, მაგრამ აღიარებას ეწივნენ და სახელმწიფო ჯილდოებით დასაჩუქრდნენ. გადაეცათ მათ ოჯახის წევრებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და გმირები არ კვდებიან. ძალიან დასაფასებელია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ დაფასდა როგორც აი მეგობრები მირეკავენ თანამებრძოლები მეუნებიან არა მარტო შენი დაფასება, არამედ ჩვენ ყველა თანამებრძოლების ცოცხლების, გარდაცვლილების, დაღუპულების ყველას დაფასება არის. იმიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ზოგადად ყველა იმ ადამიანის სიცოცხლეში დაფასება უფრო უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანები აღარ არიან და გარდაცვალების მერეც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ჯილდოს მიღება, როდესაც შენი სახელმწიფო გაღიარებს, შენი ერი გაღიარებს, შენს განვლილ საქმიანობას აღიარებენ, ძალიან მნიშვნელოვანი არის.